გარდაბანში ავარიის შედეგად დაშავებული 24 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილურია, ამის შესახებ სამირა ბაირა მოაწერს. მისი ინფორმაციით მიღებული დაზიანებების გამო საჭირო გახდა ახალგაზრდისთვის მარჯვენა თირკმლის ამოღება. მანქანაში მყოფი 8 მგზავრიდან ის ერთადერთია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა. დანარჩენი 7 ახალგაზრდა, რომლებიც 17-19 წლისები იყვნენ, ადგილზევე დაიღუპნენ. განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების შესაკერად გამოცხადებული თითქმის 45 მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გააუქმა. უწყების ცნობით, კომპანიამ ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადა. სამინისტროს განცხადებით, უახლოეს დღეებში ახალი ბაზრის კვლევა გამოცხადდება. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა. იტალიანა პეტროლიო 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია სოკარმა 2 მილიარდ 600 მილიონ ევროთ შეიძინა. დავითაშვილმა საქართველოს 2026 წლის თებერვალში სუსის ანტიკორუფციულ ბიუროში გამოკითხვის შემდეგ დატოვა. უკრაინამ რუსების საჰაერო თავდაცვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიოლოკაციური სადგური და ლოგისტიკური ობიექტები გაანადგურა. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ სისტემურ მუშაობას მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შესასუსტებლად, წერს უკრაინის გენშტაბი.